მოგესალმებით მონადირეებო, იარაღის მოყვარულებო. მინდა რომ ერთი იარაღი კიდე წარმოგიდგინოთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში თითქმის დაახლოებით იქნება უკვე 2 თვე, რაც ეს იარაღი შევიძინე, კონკრეტულად მოდელი და ფირმას რაც შეეხება Armsani, ყველასათვის ცნობილია უკვე. რაც შეეხება ამ ფირმაზე ბევრს არ ვისაუბრებ თვითონ კომპანიაზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მონადირეებში ძალიან გავრცელებული არის ეს ასე ვთქვათ, როგორც მოდელი, ასევე ფირმა. იციან ჩვენმა ასე ვთქვათ მონადირეებმა, როგორი იარაღია, როგორი ჭრა აქვს, როგორი მიტანა აქვს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ორი სიტყვით მეც მოგახსენებთ ამ იარაღთან დაკავშირებით, უკვე არ მიყვარს ხოლმე იარაღები, რომლებიც ახალი შემოსულია, ასე ვთქვათ, ჩვენ ბაზარზე. შეძლებს დაგვარათ მაქვს შეხება იარაღებთან და ჩემებურად ვაკეთებ მერე, ასე ვთქვათ, პატარა ტესტებს და ვიძლევი იმ პიროვნებებისთვის, ვისაც იარაღი აინტერესებს, თითქმის მონადირეებისათვის, როგორი იარაღია, გამომდგარია თუ არ არის გამომდგარი, თუ ჩემი პატარა ტესტებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ამ იარაღს, ეს არის Armsani ფენომა, იციან და იცით ყველამ ალბათ, ვინც ამას მოისმენთ და ვისაც შეხება გაქვთ იარაღთან, იმ ხალხის საყურადღებოდ ვიძახი, რომ ერთი სიტყვით ფენომას ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი მომხმარებელი ყავს საქართველოში. თვითონ იარაღი გამოირჩევა, ასე ვთქვათ, თურქული კომპანია, თურქეთში წარმოებული იარაღია, მაგრამ ვისაუბროთ ეხლა ფენომას, ასე ვთქვათ, ფენომენალურ შესაძლებლობებზე. რაც შეეხება გამოდის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი მოდელები აქვს, მაგრამ სანადირო ვერსიები Armsani 612 აქვს გამოშვებული, Paragoni, ეგრეთ წოდებული მოდელი Armsani-ს და ფენომა. რაც შეეხება ფენომა, არსებობს უკვე ორი სახის ინერციული სისტემის დატენით და აირ გადამტენი. ეხლა რომელსაც წარმოგიდგენთ, უშუალოდ ფენომასთან შეხება მქონია აირ გადამტენთან, ძალიან კარგი ჭრა, ძალიან კარგი დაჯგუფება, იდეალური იარაღია, ერთ სიტყვით საშუალო დონეში, ალბათ არ ჩამოუვარდება არც ერთ საშუალო დონეს პირველი თუ არა, ყოველ შემთხვევაში მეორე მაინც იქნება თავისი მოწონებით და ასე ვთქვათ, ბაზარზედაც ეტყობა, ასე რომ ვთქვათ და მოგახსენოთ, ჩემო ბატონებო, მოხმარების და გაყიდვების თვალსაზრისით ძალიან დიდი ბადალი არ აყავს, ასე ვთქვათ, ამ იარაღს. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ იარაღი, რომელიც Armsani ფენომა, კამუფლირებულ, ასე ვთქვათ, კამუფლიაში მოცემულია მთლიანად საფარველი, ოღონ ინერციული. რაც შეეხება ეხლა მოყოლით იარაღს, ჩვეულებრივად მოყვება 3 საცვლელი, ასე ვთქვათ, საფანტის დამარეგულირებლები, ეგრეთ წოდებული ჩოკები. წარმოგიდგენთ ჩოკებს, აქვს, ასე ვთქვათ, გარე ჩოკები. ესეთი ჩოკები აქვს მას. მოყვება, რაც შეეხება ჭრილებით, რომ მივხვდეთ უფრო კარგად, ანუ 5 ჭრილიანი ჩოკი მოყვება მას. 3 ჩოკი მოყვება თლა, საფანტის დამარეგულირებელი, 3 ჭრილიანი, ანუ 5 ჭრილიანი, 3 ჭრილიანი ჩოკები და 1 ჭრილიანი, რომელიც ზედ აქვს იარაღს მოთავსებული. აი ეს არის იარაღი, რომელიცაც თქვენ ახლა წარმოგიდგენთ, Armsani ფენომა. მაქვს 5-ის, ასე ვთქვათ, კამუფლირების დაფარვით და რაც შეეხება კიდე ამ იარაღთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა. აირ გადამტენი, რომელიც ესეთი სტილია, ფენომა, არის 5+1. ანუ 6 ვაზნიანია, 5 ჭიტში ჩვეულებრივად ლაგდება და 1 ჩვეულებრივად რულის არხში თავსდება ეს ვაზნები. რაც შეეხება კალიბრს, არის 12 კალიბრი, იგივე, აბსოლუტურად იგივე რჩება ყველაფერი.
ლულის გაბურბულობა ელექტროსტანგელით შევამოწმება 18 და 4-ზე ნაკლებია კიდე 18 და 3-სა და 4 შორის სადღაც ესე მერყეობს და დავიწყოთ ახლა თოფის ახსნა ძირითადი ასახსნელი აქ ახლა არაფერი არ არის მაინც და მაინც თუ არ მოყვებით იმას რომ ინერციული სისტემას გაჩვენებთ თუ როგორ არის წარმოქმნილი ინერციული სისტემა და იარაღი ჩვეულებრივ გამოიყურება კამოფლირებით კირთვი და ახსენი. რაც შეეხება იარაღი არის 12 კალიბრი. ჭირის ტევადობა აქვს 4+1, ანუ 5 არის. მოცემულია ჩვეულებრივად 71 სანტიმეტრიანი ლულით. ლულის გაბურბულობა არის 18 და 3 ნახევარი. რაც შეეხება ჩოკი, გარე ჩოკი გითხარით და ლულიდან გამოწეულია 2 სანტიმეტრით. დაახლოებით ესე. და მთლიანობაში ჩოკია საერთო ჯამში 9 სანტიმეტრი სიგრძეში. თვითონ აი ეს კონდახი აქვს ძალიან კარგი რეზინის და აქ თქვენ ხედავთ ამ ასე ვთქვათ შავ საფარველებს, ესენი ჩვეულებრივად არის რეზინები, იმ ადგილებში ჩატანებული რეზინები, მოყოლილი ასე რომ ვთქვათ, სადაც ერთი სიტყვით ხელის გაოფლიანების შემთხვევაში აცურების საწინააღმდეგო ანუ ხელი რო არ აგვიცურდეს და კარგად მოიხმაროთ იარაღი ხელის გაოფლიანების შემთხვევაში. დანარჩენი მსველი თავის ადგილზე როგორც ჩვეულებრივად სასხლეტი კავის დამრცავი რგოლი რაც შეეხება არის პლასტიკი, პლასმასი, კარგი ხარისხი და რაც შეეხება შემდეგს. აი გადამტენს აქვს კატოფ სისტემა. აი ამ ადგილზეა აქ მოთავსებული კატოფ სისტემა, ამ შემთხვევაში ამ იარაღს კატოფ სისტემა არ აქვს, იმიტომ რომ ინერციული სისტემა არის და არ ჭირდება. ერთი სიტყვით, რაც შეეხება ჩვეულებრივად სტოგერის მსგავსად აქვს ჩვეულებრივად ხვაში ჩამოგდები აი აქ ამ ადგილზე. ჩვეულებრივად ძირითადად ძალიან პრაქტიკული იარაღია, არ არის რთული. და რაც შეეხება ყველაზე კარგი რაც არის, საწმენდად მოსავლელად ასე ვთქვათ, ძალიან კარგია. მოდი ახლა ჩვენ დავშალოთ ეს იარაღი და გავჩვენებთ თუ რაც შეეხება იარაღის თვითონ სისტემას, ზოგი არის ინერციული იარაღები, მაგალითად სტოგერი და ძალიან ბევრი კიდე არის 1, 2, 3 სისტემა თურქულ კომპანიებში, რომლებიც ასე ვთქვათ არის ინერციული იარაღები, მაგრამ არის სხვა სისტემით. მაგალითად სისტემას მოგახსენებთ, ზოგს აქვს მაგალითად წინ ჩამონტაჟებული აქვს დამაბრუნებელი მექანიზმი, ზამბარა, ანუ საკეთის ჯგუფის წინ წამწევი, ასე რომ ვთქვათ, შემგზავნი და ზოგს აქვს მოთავსებული აი აქ კონდახში. ამ შემთხვევაში ამ იარაღს ახლა კონდახში აქვს მოთავსებული და მოდი ახლა დავშალოთ ჩვენ ეს იარაღი და ვნახოთ თუ როგორი სისტემა არის საერთოდ. არაფერი ისეთი რთული არ არის, ახალია და დასაშლელად ერთი სიტყვით ძალიან ცოტა ასე ვთქვათ მოუხეშავია და არ არის ძალიან კარგად დამუშავებული ეს რეზმა, თუმცა მოხსნა არ არის რთული. აი მოხსენით ჩვენ ესეთი ასე ვთქვათ დამჭერი, ლულის დამჭერი და ასე ვთქვათ იარაღი ცოტა არ იყოს ამის დაშლის შემთხვევაში, მეც გამიკვირდა თავიდან, ადვილად მეგონა თუ დაიშლებოდა, მაგრამ ერთი სიტყვით ცოტათი ძალა ჭირდება. ესეთი ასაძრობია აქვს, წინ ხედავთ რომ არანაირი საერთოდ მეტი არაფერი მექანიზმი არ აქვს ამ იარაღს. რაც შეეხება თვითონ ამ პლასტიკს მინახია ხოლმე ძალიან ბევრი იარაღებზე, თვითონ პლასტიკიც თხელი აქვს სხვა იარაღებს. ამას ამ შემთხვევაში აქვს ძალიან სქელი პლასტიკი, მყარი რაღაც ხარისხიანი, ასე რომ ვთქვათ, ხელშიდაც რო ასე ვთქვათ იგრძნოთ. ახლა ლულა გავაძროთ.
აი ეს არის ჩვენი იარაღი. იმ ლულაზე, რომელ ლულაზე და ჩვენ ვსაუბრობდით, 18 და ასე ვთქვათ 3 ნახევარზე 4 არ არის კიდე, 4-ზე ნაკლებად აქვს ლულა გამურგული, 12 კალიბრი, ასე ვთქვათ და მეტი არაფერი არ აქვს ამ იარაღს ესეთი, რომელიც ასე ვთქვათ, ეს რაც ასე ვთქვათ, რასაც ყურადღებას აქცევენ ხოლმე, ვაზნის ასე ვთქვათ, გასწორებული ვაზნის ამომგზები ჩვეულებრივად აქვს აქ, ასე ვთქვათ, ზამბარაზე მოცემული. ეს არის უკვე იარაღი დაშლილ მდგომარეობაში, ინერციული სისტემა. შევეცდები ახლა რომ მე თქვენ გავჩვენოთ ამის გამოვიყო საერთოდ საკეტი ჯგუფი. არ არის ძნელი გამოსაღები, აი ეს პატარა ასე ვთქვათ გადამტენის სახელურს მოვაძრო. იარაღი აუცილებლად უნდა იყოს გადამტენილ მდგომარეობაში, რომ საკეტი ჯგუფი გამოვიდეს ადვილად. ანუ ჩაქუჩი უნდა იყოს უკან მდგომარეობაში მოწეული. ისე არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. ამ შემთხვევაში ახლა გამოვა, იმიტომ რომ იარაღი დგას ასე ვთქვათ ჩაქუჩი უკან მდგომარეობაში მოყვანილი. გამოვიღებ და ზუსტად ის ასე ვთქვათ მექანიზმი, რომელზედაც გესაუბრებოდით, ბრუნავი თავით, ანუ საკეტის ჯგუფი. ეს ინერციული სისტემა არის და მით აქვს ესეთი ბრუნავი თავი და შიგნით ჩამონტაჟებული აქვს, ანუ ასე ვთქვათ ინერციის ზამბარა. რაც შეეხება თვითონ ამ საკეტის ჯგუფის წინა მდგომარეობაში მიყვანაზე, ზრუნავს კონტაქტში ასე ვთქვათ მოთავსებული ზამბარა, რომელიც აიძულებს წინა მდგომარეობაში ანუ მუშაობის პრინციპის შემთხვევაში წინა მდგომარეობაში მიიყვანოს საკეტის ჯგუფი და შემდეგი ვაზნა შეაგზავნოს ლულის არხში. რაც შეეხება ამ იარაღს, დანარჩენი მეტი არაფერი არ აქვს, ბატონებო. ვისაუბრებ იმაზე თუ როგორი მიტანა აქვს, ალბათ გაინტერესებთ, ვისაც ფენომა აქვს, ასე ვთქვათ, აი გადამტენი უკვე იმ პიროვნებებმა იციან უკვე რაზედაც უნდა ვისაუბრო, როგორი კარგი დაჯგუფება აქვს თვითონ ჟაკანში, კარტეჯში და დაბალი ნომრის საფანტში როგორ მუშაობს და როგორი დაჯგუფებები აქვს მათ ამ საფანტის დამარეგულირებლების მეშვეობით. რაც შეეხება კიდე განსხვავება ერთი ის მინდა რომ თქვა. ესე იგი ინერციული სისტემას მოყვება 3 საფანტის დამარეგულირებელი. აირგადამტენს მოყვება 5 საფანტის დამარეგულირებელი. მე თუ მკითხავთ ორიანი, თვითონ ორიანი, ორჭრილიანი ჩოკი და ასე ვთქვათ 4 ჭრილიანი ჩოკი დიდად არაფერს არ წარმოადგენს და ძალიან კარგად არის შერჩეული ქარხნიდანაც თვითონ, თუმცა განსხვავებულებიც იყიდება საფანტის დამარეგულირებლები და განსხვავებულიც შეიძლება თუ ძალიან გვინდა ასე ვთქვათ გაშლა შორმანძილზე და შეუსაბამოდ ჩვეულებრივად არსებობს 1000-ნაირი ფირმის საფანტის დამარეგულირებელი ჩოკები და შემდეგ უკვე უყიდით მას და დავარგებთ ჩვენ იარაღს აუცილებლად შაგის მიხედვით, რეზმის შაგის მიხედვით რა თქმა უნდა. ეს აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული. ეხლა რაც შეეხება თვითონ ნომრებს, 3-იანი, 5-იანი და 1-იანი. ნუ 4-იანი და 2-იანი არის გამორჩენილი და რეალურად რო ვისაუბროთ, ანუ ძალიან კარგი მოფიქრება არის. იარაღს რაც ჭირდება, თითქმის ნუ მსხვილ ნადირზე, ასე ვთქვათ, ჟაგანზე, მაგალითად ხმარობთ 5-იანს, ძალიან კარგად ამუშავებს ჟაკანს თვითონ. კონკრეტულად ეს მოდელები, ფენომა აირგადამტენის და ინერციული, ძალიან კარგად დაამუშავა, ასე ვთქვათ, ჟაკანი 5-იანით. არსებობს 3-იანი, რომელიც საშუალო დონეა და როგორც ფრინველზე გამოიყენება ეს ასე ვთქვათ, სამჭრილიანი ჩოკი, ასე ვთქვათ, ესე უფრო იციან ხოლმე მისახვედრი რო იყოს. მომხმარებელმა თითქმის ჟაკანზედაც იმუშავებს და საფანტზედაც იმუშავებს. ნუ ერთი სიტყვით საშუალო საფანტის დამარეგულირებელია, რომელსაც უფრო აქტიური მოხმარება აქვს მონადირეებში, ასე რომ ვთქვათ.
რაც შეეხება ერთიანს, რომელიც წარმოდგენილია თვითონ აი აქ ლულაზე, ძალიან შევიწროებულია და წვრილ, ასე ვთქვათ, წვრილ საფანზე ძალიან კარგ ჯგუფს აკეთებს, მინდა რომ გითხრათ. ერთ სიტყვით 5 ნომრიდან ზევით ძალიან კარგ ჯგუფს აკეთებს 11 ნომრის ჩათვლა. დანარჩენი ისეთი, რაც შეეხებოდა ამიარახს 28 გრამიან ვაზნებზე, 30 გრამიან ვაზნებზე, დაბალი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტური ვაზნები, რომლებიც არის Zuberi, BPS და ესეთი ვაზნები ჩვეულებრივად გავისროლე და არანაირი შეფერხება არ ქონია და ახლობით გავისროლე უკვე 60-70 ვაზნა, დაბალ გრამიანებზე ვაქვს საუბარი და ძალიან კარგად დაამუშავა ყველა ვაზნა და გაჯერება საერთოდ არ ქონია იარაღს, დაჟე შეფერხება საერთოდ არ ქონია არაფერი. და ერთ სიტყვით ძალიან კარგი იარაღია, როგორც მომხმარებელს, ასე ვთქვათ, და ერთი მინდა რომ აღვნიშნო, ძალიან ასე ვთქვათ, ყოველთვის რასაც ყურადღებას აქცევენ ხოლმე ჩვენი მომხმარებლები, არის ერთი ის, რომ ძალიან მოსავლელი ხო არ არის, როცა მეკითხებიან ხოლმე, ვინაც ასე ვთქვათ, ცოტა შეხება გვაქვს ამ იარაღებთან დაკავშირებით, ძალიან გასაწმენდი, საწმენდად რთულია და ასე შემდეგ და არანაირი რთული არ არის, ინერციული იარაღი. ლულას თუ გავწმინდავთ მარტო და დანარჩენი საწმენდად დიდი არაფერი პრობლემა არ არის, თუმცა იარაღის მოვლაც უნდა, ასე ვთქვათ, გვიყვარდეს, როდესაც გვაქვს, მაგრამ არიან ხა ისეთი ხალხი, რომლებიც მაინც და მაინც თავგადაბლულ მონადირედ არ გამოირჩევიან წრეში და მათ იარაღის გაწმენდად, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ეზარებათ ხოლმე, მქონია ხოლმე შემთხვევა, რომ მეც რაღაც შემთხვევაში დამზარებია, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე მარტო ლულა არის გასაწმენდი აქვს, ინერციულ ფენომას, ესეთი სისტემა აქვს, მარტო ლულას თუ გავწმინდავთ, მოვიცლით და შევწუხდებით ამის გულისთვის ძალიან კარგი იქნება. დანარჩენი იარაღს გასაწმენდი, ასე ვთქვათ, თუ მაინც და მაინც წვიმაში არ მოყვებით და წყალში არ ჩავივარდება, დანარჩენი თუ არ გავწმინდავთ, არაფერიც არ მოვა. რაც შეეხებოდა მე ამ იარაღთან დაკავშირებით მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ერთი ეს ყველა მიცით რაც არის მოყვება, უბრალოდ ასე ვთქვათ, რკინაზე არ იყოს მიჭერილი, ჩვეულებრივად ჩადის, ასე ვთქვათ, ლულის არხში და აჩერებს საკეტის ჯგუფს არის მიდებული ზე. ყონდახის ჩვეულებრივად დამაგრძელებელი უკეთდება, ეს გადამტეხ სახელურზე ჩვეულებრივად ეს პატარა რეზინი და რაც შეეხება ფირმის, ასე ვთქვათ, ლულაზე ქონდა ესეთი რაღაცა არმსანი აწერია Z. კიდევ რაღაც გავიწყდებოდა, ეს ყონდახის დამარეგულირებლები, ასე ვთქვათ, და ეგრეთ წოდებული ჩოკების მოხსნელი კლუჩი. დანარჩენი მეტი არაფერი არ მოყვა ამ იარაღს, თუ არ გავითვალისწინებთ ესეთ, ასე ვთქვათ, ჩიხორებია, თუ არ ჩავთვლით ამას, ასე ვთქვათ, რომ ძირითად ნაწილში ჩიხორებია, როგორც ასე ვთქვათ, ლულას ჩავაცვენთ, ასევე კონდახს რო, ასე ვთქვათ, გადატანა განმოტანის დროს кейსი მოყვა, ესეთი პლასმასის кейსი. გადატანა განმოტანის დროს მაინც კამუფლირებულია, რაიმეზე, რა ვიცი, შიგნითკენ მოძრაობის დროს არ გაიკაცროს და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით რემენი თავისი მოყვება, ესეთი რეზინოვანი რემენი აქვს მას და ძალიან კარგი იარაღია. თავარი რაც არის 3 კილო და 200-მდე, ჩადე იარაღი არ არის მძიმე, ყოველ შემთხვევაში ფენომა, რომელიც წარმოადგენს აირგადამტვერს, იმაზე ბევრად, ასე ვთქვათ, ბალანსირებულია და ბევრად ჩადეთ გამოიყურება მოხმარების შემთხვევაში ეს იარაღი. კარგად ბრძანდებოდეთ დაგემშვიდობებით, ვისაც არმსანთან შეხება გაქვთ, კერძოდ ფენომასთან, დიდხანს შემოსული ბაზარზე ეს იარაღი არ არის წარმოდგენილი ინერციულ სისტემაში, ძალიან კარგი იარაღია, ასე ვთქვათ. და
ურჩევ ყველა დამწყებსაც იციან ხოლმე ესეთი რაღაც თქმა, რომელიც საერთოდ ჩემთვის არ არის, ასე ვთქვათ, გამართლებული, რომ მაგალითად ჯერ უნდა იყიდოს პიროვნებამ ცალპირიანი თოფი, რომელიც ჩახმახიანიო, იმაზე მიეჩვიოს და მე ნელ-ნელა ასე აყვეს და მე ორლულიანს ურჩევენ ხოლმე, მე ალბათ ორლულიანს ფლოვკით, მე ურჩევენ უკვე ნახევრად ავტომატს ინერციულს და მე უკვე აი გადამტე და ასე შემდეგ და ასე არავითარ შემთხვევაში ბატონო მცდარი აზრია, მე მაგას არ ვეთანხმები. ნუ გექნებათ საშუალება, ასე ვთქვათ, თუ გექნებათ აუცილებლად ღმერთმა ყველას, ასე ვთქვათ, მიცეს საშუალება იარაღის ყიდვის ჩვეულებრივად რომელსაც იყიდი, იმას შეეგუები და იმით ინადირებ და იმას მოიხმარ ძალიან კარგად. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.